27 იანვარს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა. ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ აღასრულა. თანამსახურებდნენ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სხვა სასულიერო პირები. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ნინოობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიულოცვა გადასცა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქადაგებაში დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მოლოცვას და კურთხევას. როგორც იცით, წმინდა ნინოს ეწოდება მოციქულთა სწორი, რადგან მისი ღვაწლი არ იყო ნაკლები ქრისტეს მოციქულთა ღვაწლზე. იგი მოვიდა საქართველოში, სადაც იმჟამად ცხოვრობდნენ წარმართები და ნაკლებად განათლებული და უხეში ადამიანები. და აი ესეთ სახიფათო გარემოში იგი უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. და რას ნიშნავდა ეს? ეს იმას ნიშნავდა, რომ იგი მოითხოვდა ხალხისგან უარი ეთქვათ თავიანთ ზნეჩვეულებებზე, დადგენილ წესებზე და ტრადიციებზე. და საოცარია, ვინ მოავლინა უფალმა აი ესეთ მძვინვარე ხალხთან ასეთი მკვეთრი ცვლილებების და სინანულის მოწოდებით. 14-15 წლის გოგონა, ქალწული. და რა იყო ქალის მოვლინების მიზეზი ჩვენს ქვეყანაში? აი ამაზე მსჯელობს შესანიშნავი ქართველი საეკლესიო მოღვაწე და მწერალი კათოლიკოს პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერიძე. ის ერთ-ერთ მიზეზად ამ მოვლენისა ასახელებს იმას, რომ ამით უფრო გამოჩნდეს ღმერთის ძალა და რომ არავინ არ გაკადნიერდეს და არ თქვას, რომ ადამიანური ძალით ან ფილოსოფიური სიბრძნით რომელიმე მამაკაცმა შეძლო ჩვენს ხალხში წარმართული სიბოროტის დამარცხება. და ამიტომ უფალმა, როგორც წერს პატრიარქი ნიკოლოზი, ნარნარად მდინარე წყლის ნექტარით დააცხრო ცეცხლიო და უძლური ბუნების დედაკაცის მიერ მოალბო სასტიკი ხალხის ქეთფიცხელობა. იმისთვის, რომ აქაც საქართველოშიც დადასტურდეს პავლე მოციქულისადმი იესო ქრისტეს ნათქვამი სიტყვების ჭეშმარიტება, რომ ძალა ჩემი სრულ იქმნება უძლურებაში. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ძალა უფრო სრულყოფილად ვლინდება უძლურებაში. და ჩვენ ვიცით, რამდენი საშიშროება და ხიფათი ახლდა მოციქულთა ქადაგებას. და შეიძლება ითქვას, რომ არანაკლები საშიშროება თუ მეტი არა ახლდა წმინდა ნინოს ქადაგებასაც. და ჩვენ ვიცით, რაოდენ მადლიანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა მისი ღვაწლი და ქადაგება. როგორც ამბობს წმინდა ილია მართალი ჭავჭავაძე, წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც. აი ამიტომ ჩვენ ვადიდებთ წმინდა ნინოს, ამიტომ ვინახავთ მის სახელს და მის ღვაწლს ასე სათუთად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ძვირფასო ძმებო და დებო ნინოობის დღესასწაულს. ვევედროთ წმინდა ნინოს, რომ დაიფაროს საქართველო, რომ გააძლიეროს რწმენა ადამიანთა გულებში, გააძლიეროს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში
რომ მიუხედავად მრავალგვარი ცდუნებისა, თუ ცხოვრებისეული, თუ საზოგადოებრივი რყევებისა, ეკლესიამ შეძლოს თავისი მსახურების გაგრძელება და ადამიანების ცათასასუფევლისკენ მოწოდება. ამინ. გაიხარეთ. მოდაგმოწ. სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ნინოს ჯვარი გამოაბრძანეს და მრევლს სიწმინდის მოლოცვის შესაძლებლობა მიეცა. ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები დღესასწაულის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ და სრულიად საქართველოს წმინდა ნინოს ხსენების დღეს ულოცავდნენ. ილოცავთ წმინდა ნინოს ხსენების დღეს, განსაკუთრებული წმინდანი არის ჩვენი ქვეყნის განმანათლებელი არის ის და საოცარი არის, რომ ესეთ პატარა გოგოში ამ ხელარწმენა, ასეთი თავმდაბლობა, ასეთი შეუპოვრობა პოვა უფალმა და ის გახდა გამორჩეული იმისათვის, რომ ყოფილიყო განმანათლებელი. თქვენ კარგად მოგეხსენებათ მის ცხოვრება, რომ ის საქართველოში მოემართება იმისათვის, რომ მოილოცოს მაცხოვრის კვართი, რომელიც გახლავს უდიდესი სიწმინდე და სწორედ აი აქ გზაზე ჩამოვლისას ის ნახავს რა საქართველოში რო რწმენა არის შესუსტებული, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში და ამიტომაც მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადება და მიიღებს კურთხევას, რომ იქადაგოს ქრისტეს სარწმუნოება და აღასრულოს უფლის სახელით უამრავი სასწაული და მართლაც ასე მოხდება. ის აღასრულებს უდიდეს სასწაულებს და ამ სასწაულების ხირველი მეფე დედოფალიც კი გადაწყვიტავენ, რომ მიიღონ ქრისტიანობა და სახელმწიფო რელიგიათაც კი გამოაცხადონ და აი მართლაც გასაოცარია, როგორ მოახერხა ეს 14 წლის და 14 წლის გოგონამ, ქალწულმა ნინომ, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა ქრისტიანობა, როგორი დაუღალამი შრომა, 8 წელი ლოცვა გასწია მან და უამრავი სასწაული აღესრულა მისი ხელით უფლის ძალის მეშვეობით და ჩვენც ამას დღესასწაულობთ. დღემდე ჩვენ გვაქვს მისი სასწაულთმოქმედი ჯვარი შემორჩენილი, რომელიც ახლა სიონის საკათედრო ტაძარში არის. გვაქვს საშუალება მოვილოცოთ ის და მივიღოთ მადლი ასევე. მე მინდა სრულიად საქართველოს მიულოცო და ამ ჯვრის ძალამ წმინდა ნინოს ლოცვამ დაიფაროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. აღვნიშნავდი კიდევ ერთ ფაქტს, რომ კათოლიკოს პატრიარქი ნიკოლოზ გულაბერიძე აღწერს წმინდა ნინოს ცხოვრებას და საუბარს აყოლებს, რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის განმანათლებელი არის ქალი. და ესეც ალბათ რაღაც ნიშანდობლივია, რადგანაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი იყო, შემდგომში განმანათლებელიც აღმოჩნდება ქალი, ქალწული ნინო. მოგეხსენება დღეს არის ძალიან დიდი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ნინოობას, წმინდა ნინოს მიძინების დღესასწაული გახლავთ დღეს. წმინდა ნინო თქვენ იცით, რომ არის ქართველთა განმანათლებელი. პირველ საუკუნეში ჩვენთან იცით თქვენ, რომ მოციქულებმა იქადაგეს და მეოთხე საუკუნეში უკვე ეს ქადაგება განასრულა წმინდა ნინოს ღვაწლმა, რომლის მოღვაწეობის შედეგადაც საქართველოში ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად და მას შემდეგ ქრისტიანობა გახდა ჩვენი კულტურის, ჩვენი ხელოვნების, ჩვენი იდეოლოგიის, ზოგადად იდენტობის საფუძველი. ძალიან დიდ დღესასწაული გახლავთ ეს. ამის აღსანიშნავად იცით თქვენ, რომ სიონის საკათედრო ტაძარში ბრძანდება ის ჯვარი, რომლითაც შემობრძანდა წმინდა ნინო ჩვენს ქვეყანაში. ეს ჯვარი დღეს გამობრძანებულია ტაძარში და აი ამ ჯვარს აქვს ძალიან დიდი მადლმოსილება და მორწმუნე საზოგადოებას აქვს საშუალება, რომ მიემთხიოს ამ დიდ სიწმინდეს. სიკეთე მოგცეთ ღმერთმა და წმინდა ნინოს ზალა, მადლი და მფარველობა ხონოდეს ჩვენს სრულიად საქართველოს და სრულიად სოფლიოს. სრულიად საქართველოს ჩვენს უწმინდეს ვულოცავ წმინდა ნინოს ხსენებას, ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და სრულიად საქართველოს ულოცავ ამ დიდ დღესასწაულს წმინდა ნინოს ხსენებას. ეს არის ქართველთა განმანათლებელი, ჩვენი უდიდესი წმინდანი წმინდა ნინო. სრულიად საქართველოს გილოცავ და ყოველივე კარგს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს შეგვეწიას ჩვენ და სრულიად საქართველოს წმინდა ნინო. ჩვენს უწმინდეს ვულოცავ ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მიმართოს. ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ნინოობის დღესასწაულს. ჩვენ ქართველებს განსაკუთრებით გვეძვირფასება ნინობა, წმინდა ნინო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენი განმანათლებელია და ბოდბის და სიონის ტაძრები ძვირფასია ჩვენთვის, რადგან წმინდა ნინო ბოდბეში განისვენეს და სიონში აქ გვაქვს ესეთი უდიდესი საუნჯე, რაც არის წმინდა ნინოს ჯვარი.
აღსანიშნავია, რომ ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის წმინდა ქალწულ ნინოს ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს 27 იანვარს წმინდანის აღსრულების დღეს და 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს.